გავჩ რომელიღაც დღესულად დამეწერა და ეს დღე არა, მე ვიცოდი დღეს იყო ინფორმაცია, რომ ზაქრო იეგანაშვილზე ხორციელდებოდა ზეწოლა და დღეს დაემთხვა ორივეს განცხადების დაწერა. თამაში ალბათ ზაქროსულად დაელაპარაკოთ, მაგრამ არნერი ზეწოლა თქვენზე არ ყოფილა? მე მაქვს ინფორმაცია, რომ თქვენზე ხორციელდებოდა ზეწოლა. კერძოდ თქვენ დაგემუქრნენ რომ თუ თანამდებობიდან არ გადადგებოდით, დააპატიმრებდნენ თქვენს მეგობრებს, ძმებს შავკაციშვილებს, რომელთანაც გარდა იმისა, რომ მეგობრები ხართ, ნათესაური ურთიერთობას გაკავშირებთ. მე ცალსახად გეუბნებით, რომ ეს არის გავრცელებული ვიღაცის მიერ ჭორი და არასწორი ინფორმაცია, არანაირი გარე ფაქტორი არ ყოფილა ჩემი განცხადების მიღების დროს. შუა დღეს გავიდე კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ ინფორმაცია, რომ თხოვდნენ, რომ დღის ბოლომდე დაგეწერათ განცხადებები. და აი დადასტურდა. არანაირი კიდევ ერთხელ გიმეორებთ, არანაირი გარე ფაქტორი აქ არ ყოფილა. ეს არის ვერსიები, რომელიც ხდება თქვენ გაქვთ, მაგრამ მე ცალსახად გეუბნებით, რომ ეს არის არასწორი. თქვენ ხართ ქართული ოცნების წარმომადგენელი რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელი რაიონში. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება გადამდგარიყვნენ ახლა? ორივე ერთად თან. ეს ძალიან საინტერესოა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ აქამდე უნდა გადამდგარიყო საკრებულოს თავმჯდომარე, რადგან მე ვფიქრობ, არანაირი მოგაგიფრება არ ქონდა, ყოფილიყო მოვიდა ახალი გამარჯვებული პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს პრეტენზიები მართოს ქვეყანა და ასევე ეს ადგილობრივი ხელისუფლება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, ესენი ვერ განახორციელებენ იმ პროექტებს, რომელსაც დაგეგმა პრემიერ-მინისტრმა, ანუ ახალმა ხელისუფლებამ. რატომ ვერ განახორციელებენ? არანაირი მორალური უფლება არ ქონდათ ამ მის ხო, მაგრამ ერთია მთავრობის ცვლილება, კანონმდებლობით და კონსტიტუციით, მეორე ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც ცალკე არჩევნებში ტარდება. და ეს ადამიანი იყო, ასე ვთქვი, მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი, როდესაც იყო იმისი შტაბის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. ზაქრო იეგანაშვილიზე საკრებულოს ყოფილ თავ. მე რა მოხდა? მე ვფიქრობ, რომ არ ქონდა მორალური უფლება, გადამდგარიყო და ამ განცხადებას, ასეთ განცხადება მე ტელევიზიაში ვშენს. ეხლა არ ფიქრობთ, რომ პოლიტიკური ნიშნით აკეთებთ აქცენტს? მე რო ყოფილიყავი ამას გავაკეთებ. მე ასე ვთქვი, უნდა გადამდგარიყო.